კითხვა იყო, რომ თეოლოგია სუპატარაობიდან ასწავლეთ. ჩემი წარმოდგენით ბავშვები უნდა მოემზადონ აზროვნებისთვის. ჯერ ელემენტარულად ქმედების დონეზე უნდა ასწავლო, რა არის სწორი და არასწორი. მე როდესაც ის იზრდება, უფრო და უფრო რთული ტექსტების წაკითხვას ახერხებს. საბოლოო ჯამში მის თავში ჩნდება ისეთი კითხვები, რომელზე პასუხებიც უკვე სხვა სფეროდან არის, ფილოსოფიიდან არის, თეოლოგიიდან არის და ანუ უკვე მორალზე იწყებს, ანუ მორალამდე უნდა მიიყვანო. მგონია რომ ჯერ რაღაცა დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ ჯერ რაღაც რეაბილიტაცია გავიაროთ, მერე აზროვნება ვისწავლოთ და ამ პროცესში საბოლოო ჯამში მე იმედი მაქვს, რომ მივალთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებამდე, რომლებიც ახლა ირჩევა დასავლეთში. და ზუსტად ეს ღმერთის დაბრუნება დასავლური საზოგადოებისათვის დასავლეთში უკვე სერიოზულად მსჯელობენ იმაზე, რომ რამ განაპირობა ის კატასტროფა, რომელიც მათ დაემართათ და ზუსტად განაპირობა იმან, რომ რაღაცნაირად ღმერთი განდევნეს თავისი საზოგადოებიდან, მაგაზე დასავლეთში მუდმივად იყო საუბარი დაწყებული, არ ვიცი, ნიცშედან დამთავრებული დოსტოევსკით და პეტერსონიც რეალურად ამ იდეას აგრძელებს, რომ დასავლეთში დააბრუნონ ღმერთის რწმენა, სწორის და არასწორის გარჩევის უნარი და აი აქამდე მისასვლელია რა მოკლედ. ვიდრე ეგრევე თეოლოგიის სწავლება